გამარჯობა, ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. კი არ უნდა იჭრებოდეს, უნდა ირგვებოდეს. ყვარელში სამამულო ომში დაღუპული გმირების სახელზე დარგული 40-მდე ხე მოჭრეს. რის გაკეთებას აპირებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა. შინ მოუსვლელთა პარკში და რატომ აკრიტიკებს პროექტს ნაციონალური მოძრაობა. გადაწყვეტილება მიღებულია გამოკითხვის საშუალებით. ზუსტად ამართლებს ხელისუფლება დღეს თავის თავს რა. უსაქმურობის ნიადაგზე რა გააკეთოს აპარიცის. ნინოობა ბოდბეში, როგორ აღნიშნეს დღესასწაული მონასტერში, სადაც წმინდანია დაკრძალული. ყველაზე სამაგალითო და ყველაზე დიდი წმინდანი აქ არის კახეთში და მთელ კახეთს გილოცავთ. მთელ საქართველოს ულოცავთ დღევანდელ დღეს. ცირკის მსახიობები, კლოუნები და ზღაპრის გმირები. ვინ ზრუნავდნენ დღეს გურჯაანში პატარების სადღესასწაულო განწყობაზე და რა სურვილები აქვთ მათ? ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს ამ ქვეყანაზე. ჩემი სურვილია ყველა ბავშვი იყოს ჯანმრთელი და თავისუფალი. გურჯაანის მუნიციპალიტეტში კულტურულ ძეგლებს რეაბილიტაცია უტარდება, რომელი ეკლესიები აღდგება ამჯერად. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ყვარელში სამამულო ომში დაღუპული გმირების სახელზე დარგული 40-მდე ხე მოჭრეს. მიზეზი შინ მოუსვლელთა პარკში გასართობი და კვების ობიექტების მოწყობაა. უკვე ცნობილია, რომ ამისათვის 700.000 ლარი დაიხარჯება. საკითხი გააპროტესტა ოპოზიციამ და მოსახლეობამ. გამგეობაში კი თავს ახალი პროექტით იწონებენ და ამბობენ, რომ ხეები გამხმარი იყო. ნინო სამნიაშვილი განაგრძობს თემას. ეს ვერხვის და ცაცხვის ხეები ყვარლის შინ მოუსვლელთა პარკში მოჭრეს. გადმოცემით 70-იან წლებში აქ თითოეული ხე იმ ადამიანის სახელზე დარგეს, ვინც ომიდან უკან ვეღარ დაბრუნდა. დღეს კი ომში დაღუპული გმირების სახელზე გაზრდილი 40-მდე ხისთვის აქ ადგილი აღარ მოიძებნა. ყვარლის საკრებულოს გადაწყვეტილებით ატრაქციონებისა და კვების ობიექტების გაკეთების მიზნით 37 ხე მოჭრეს. მე ვფიქრობ, რომ აი ზუსტად ამართლებს ხელისუფლება დღეს თავის თავს რა. უსაქმურობის ნიადაგზე რა გააკეთოს აპარიცის. მეტი არაფერი აქ არ არის და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობა თვალებშინაც არ საყრეს მოსახლეობასაც და თითოეულ იმ დეპუტატსაც, რომელიც იქ საკრებულოში არის და ითხოვს ხოლმე, რომ ამაზე პასუხი მიიღოს. ახალგაზრდა ხეების მოჭრასთან ერთად ამ პარკში 700.000 ლარის დახარჯვას აპროტესტებს ნაციონალური მოძრაობა. ყვარლის საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის თვარისა ჯანგიძის აზრით, ყვარელს დასასვენებელი პარკები არ აკლია. სოფლებს კი იმდენი ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვს, რომ დაუშვებლად მიაჩნია 9 მილიონზე მეტი თანხა ატრაქციონებსა და კვების ობიექტებს მოხმარდეს. გადაჭრა და ატრაქციონები ჩადგა? აქ უნდა გაყიდონ როგორც თვითონ ამბობენ რაღაც ყავა, ნამცხვარი და ასე. კი ბატონო, მაგრამ 700.000 ლარი დახარჯო ერთ პატარა პარკში, რომელსაც არ იცი ჯერ კიდევ რა დანიშნულება ექნება, გასართობი, აკლია მუნიციპალიტეტს გასართობი ადგილები. მაშინ, როდესაც ამ ხელა სავიზიტო ბარათი აქვს ილიას ტბაზე კარგად გაკეთებული. მაშინ, როდესაც ამდენ სოფელში არ არის ჯერ კიდევ წყალი მიყვანილი ბოლომდე. ყვარლის გამგებლის მოადგილის განცხადებით კი შინ მოუსვლელთა პარკზე უკეთესი ადგილი ყვარელში ვერ იპოვეს. მისივე თქმით, აქ ძირითადად გამხმარი ხეები მოჭრეს და მხოლოდ 7 ხე იყო საღი. ასევე ირწმუნება, რომ გამოკითხვა ჩაატარა და ხალხმა პროექტი მოიწონა. ამართლებულად მიგაჩნიათ ხეების მოჭრა იმისათვის, რომ თუნდაც ატრაქციონი გაკეთდეს ან ხეების მოჭრას მოგახსენებთ, რომ ამ შემთხვევაში გამართლებულად მიმაჩნია ის, რომ იჭრება დაზიანებული ხეები. აქედან გეტყვით, ახალგაზრდა ხეები და საღი ხე მხოლოდ 7 ხე იჭრება. უკეთესი ადგილი არც შერჩეულა და არც არსებობს უკეთესი ადგილი ყვარლის რაიონში. ამიტომ გადაწყვეტილება მიღებულია გამოკითხვის საშუალებით და ინდივიდუალურად არ არის ეს მიღებული. აი, რა გამოკითხვა ჩაატარეთ? გამოკითხვა მოსახლეობის გამოკითხვა კეთდება საერთოდ, როდესაც რას ითხოვს მოსახლეობა. არადა შინ მოუსვლელთა პარკიდან სულ რაღაც 200 მეტრში გამოვკითხეთ რესპონდენტები და უმეტესობამ ხეების მოჭრის შესახებ არაფერი იცოდა. ზოგმა კი პროტესტი გამოხატა. მათი აზრით, რაც არ უნდა კარგი დასასვენებელი პარკი გაკეთდეს, დაუშვებელია ეს ხეების მოჭრის ხარჯზე მოხდეს. არ უნდა იჭრებოდეს, ეგ იყო ძალიან კაი პარკი იყო. ხა ერთიანობაო და აბა თუ ერთიანობაა, ხალხს ხო უნდა შეეკითხონ რა. თქვენთვის არ უკითხავთ, რომ არავის არ უკითხია, არავის არ უკითხია. არ ვიცოდით ხო? აი ახლა პირველად გავიგეთ თქვენგან. ყველანი დასაჭერები არიან, ვინც მოჭრა მანდ. არ უკითხავთ თქვენთვის აზრი? ვისა ჩვენი დარდიკა. რომ მოჭრეს კარგი არ არის, მაგრამ თუ კი გააკეთებენ და ყველასთვის კარგი სასარგებლო იქნება ბავშვებისთვის, დიდებისთვის, მაგას რა ჯობია. არ ვიცი რა ატრაქციონები კეთდება, მაგრამ ხეები არ უნდა დაიჭროს, შო. კი არ უნდა იჭრებოდეს, უნდა ირგვებოდეს. აბა კანონი სად არის, სამართალი არ არის და ეგრეა ეს ცხოვრება. აი, ატრაქციონი უნდა გავაკეთოთო. ბავშვებისთვისო, გასართობიო. ცოტა ადგილებია, სხვაგანაა ვერ შერჩევ მომავალს.
ყველგან ეგრე არის, აი ნებისმიერი დღევანდელ ცხოვრებაში ყველგან უსამართლობა არის რა, ყველგან. და ოფიციალურად გაქვთ გამოკითხვის ვერსია ან ვიდეო მასალა როგორ გამოგიხეთ? ოფიციალური ვერსია არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ და ახლა დღეს დაგიჯერონ რომ გამოკითხვა ჩაატარეთ. ფაქტი ახლა გასაგებია, ახლა თქვენ მეუბნებით რომ რა კი არ გადავიღე და ფაქტი არ დავდე, არ გამოვიკითხეთ. ეს გამორიცხულია. მოჭრილ ხეებს აღარაფერი ეშველება, ეს ნაციონალურმა მოძრაობამ იცის და სურს რომ ხელისუფლება უნიათობასა და თანხის გაფლანგვაში ამხილოს. ყვარლის გამგებლის მოადგილე კი დარწმუნებულია, რომ როცა ხალხი უკვე გაკეთებულ პარკს ნახავს, ძალიან მოეწონება და ის ადამიანებიც ივლიან აქ, რომლებიც ხეების მოჭრას და ამ პროექტს აკრიტიკებდნენ. ფაქტია, რომ შინ მოუსვლელთა პარკს ისტორიული მნიშვნელობის ჯერჯერობით 37 ხე დააკლდა. ახლა კი დღის სხვა თემები. დღეს ნინოობა. 1 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა განმანათლებლის და მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. ნინოობა განსაკუთრებით აღინიშნება სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში, სადაც წმინდანია დაკრძალული. ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერი დღეს ქართველ მრევლთან ერთად საზღვარგარეთიდან ჩამოსულმა მართლმადიდებლებმაც მოილოცეს. საღვთო ლიტურგიას ჩვენი გადამღები ჯგუფიც ესწრებოდა, ვნახოთ ეთერ-თეთრად სიუჟეტი. ქართველთა განმანათლებლის და მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღე ბოდბის მღვდელ მონაზვნებმა და სხვადასხვა ეპარქიის ეპისკოპოსებმა მრევლთან ერთად აღნიშნეს. სადღესასწაულო წირვა წმინდანის სახელობის მშენებარე ტაძარში 3 ეპარქიის წინამძღვარმა აღავლინა. მეუფეებმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე იქადაგეს. წმინდა ნინო ყველას ეკუთვნის. წმინდა ნინო არის ქართველ განმანათლებელი და ჩვენი ფარველი, ქართველი ერის ფარველი. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ერი, ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი ერი. ჩვენ ვიცით რომ სრულიად სუსტი ბავშვი იყო. ძალიან პატარა იყო, როცა შემოვიდა საქართველოში და ქართველი ერი როგორ ჩაიქრა გულში. მოგვაქცია თავის სარწმუნოებაზე, ქრისტეს სარწმუნოებაზე მთელი ერი. თუ გადავხედავთ დღევანდელ სოფლიოში ქრისტიანობას, ერთადერთი ქვეყანა, ერთადერთი ეკლესია, რომელმაც ქრისტეს არასდროს არ უღალატა, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეკლესია. წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადმოინაცვლეს და წმინდა ნინოს საფლავთან სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. ისტორიული ცნობებით წმინდა ნინო ბოდბეში გარდაიცვალა. მეფე მირიანმა, რომელსაც სურდა პატივი მიეგო ქართველთა განმანათლებლისთვის, სვეტიცხოველში მაცხოვრის კვართთან ახლოს განიზრახა მისი დაკრძალვა, მაგრამ წმინდანის სარეცელს ძვრა ვერ უყვეს და ამიტომ იქვე ბოდბეში დაკრძალეს. მოგვიანებით კი მეფე მირიანმა ამ ადგილას ტაძარი ააგო. წმინდანის საფლავის მოსალოცად მრევლი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ყოველ წელს ჩამოდის. გამონაკლისი არც ლევანდელი იყო. ქართველების გარდა ბოდბეს უცხოელებიც სტუმრობდნენ. ჩვენ ჩამოვედით სანქტ-პეტერბურგიდან, რათა გავცნობოდით საქართველოს აღფრთოვანებულები ვართ თქვენი სიწმინდეებით და სალოცავებით. განსაკუთრებით მინდა რომ კახელებს მიულოცო ეს დღესასწაული, იმიტომ რომ კახეთში ინება წმინდა ნინომ, რომ ის მომხდარიყო და აქ არის ყველაზე დიდი მისი საფლავი, აქ არის და აქ განისვენებს და რავი ჩვენთვის ყველაზე სამაგალითო და ყველაზე დიდი წმინდანი აქ არის კახეთში და თელ კახეთს გილოცავთ გული და სული. არა მარტო ჩემთვის და სრულიად მხოლოდ ქიზიყისთვის, არამედ მთელი ჩვენი ცაფირუს ხმელეთ ზურმუხტოვანი და მრავალტანჯული, მრავალ დაბრკოლება გადავლილი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არის დღევანდელი დღესასწაული. მინდა ნინოს მადლი და ძალა ფარავდეს ჩვენს სრულიად საქართველოს. დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, წმინდა ნინოს შემოსვლა საქართველოში, წმინდა ნინოს მადლი და ძალი ფარავდეს ჩვენს და მთელ საქართველოს. მთელ საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს, წმინდა ნინოს მადლი ფარავდეს ყველას. დავიცას და დავიფაროს. წმინდა ნინოს ხსენებას მართლმადიდებლები წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ. 1 ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლას, ხოლო 27 იანვარს მის გარდაცვალებას. ცირკის მსახიობები, კლოუნები და ზღაპრის გმირები დღეს გურჯაანში პატარების სადღესასწაულო განწყობაზე ზრუნავდნენ. მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, ეს დღესასწაული ერთ-ერთი უძველესია, რომელიც 1925 წელს ბავშვთა კელთით დღეობისადმი მიძღვნილ ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე დაარსდა. საზეიმო ღონისძიებებს დღეს გიორგი ბაღანაშვილი დაესწრო.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გურჯაანში მსვლელობით დაიწყო. ბავშვებმა ტრანსპარანტებით ქალაქის მთავარი ქუჩა გაიარეს და საზოგადოებას საკუთარი უფლებები კიდევ ერთხელ შეახსენეს. ამის შემდეგ ისინი პაპას ბაღში შეკრებილ თანატოლებს შეუერთდნენ. ჩვენ გვაქვს სლოგანები, რომელსაც აუცილებლად დავიცვათ. გვაქვს ჩვენი უფლებები ბავშვებმა, ჩვენ უფლებებს ვიცავთ, ჩვენ უფლებებს წამოგვიწყებთ. ბავშვს ყველანაირი უფლება აქვს. გურჯაანში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს საცირკო დასმა მიულოცა. ღია ცის ქვეშ დაახლოებით 1 საათიანი წარმოდგენი დასის მსახიობები და ჯამბაზები პატარებს ახალისებდნენ. პაპას ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან გასართობი ღონისძიებები გაიმართა. მოეწყო საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრებისა და გამოგონებების გამოფენა. ბავშვებმა აქ საკუთარი სურვილები და ოცნებები გაგუმხილეს. მე ბევრი სურვილი მაქვს, სხვათა შორის არ მინდა ბავშვების უფლებები შეიზღუდოს, ასევე მინდა ბავშვებმა თავისუფლად შეეძლოს სწავლა და მიიღონ განათლება. ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს ამ ქვეყანაზე. და იყოს ძალიან თბილეთი ყველა თავის მშობლებთან. მინდა ყველა ბავშვს ჰქონდეს თავისი უფლება და ანუ ყველა იყოს თავისუფალი. ჩემი სურვილია ყველა ბავშვი იყოს ჯანმრთელი და თავისუფალი. გურჯაანის თოჯინების თეატრმა პატარებისთვის სპექტაკლი გრიტები წარმოადგინა. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კონცერტით აღნიშნეს გურჯაანის სამუსიკო სკოლის გაერთიანების მოსწავლეებმა. ვატარებთ კონცერტს უკვე ტრადიციულად ამ დღესთან დაკავშირებით. მონაწილეობას იღებენ 5-ვე სამუსიკო სკოლის მოსწავლეები. სახელწოდებით გვიმღერია კიდეც ვიმღერ და განსხვავებით წინა წლებისა ჩვენთან დღეს კონცერტზე მონაწილეობას მიიღებენ წლევანდელი კონკურსების ლაურეატები. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გურჯაანის კულტურის ცენტრში დასრულდა, სადაც პიკასოს ბიჭების თინეიჯერთა სკოლა მიუზიკლი წითელქუდა წარმოადგინა. ღონისძიებების ორგანიზატორი და მხარდამჭერი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა იყო. პირველ რიგში დღევანდელი დღე მინდა მიულოცო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ყველა ბავშვს ჩვენი მუნიციპალიტეტისგან სრულიად საქართველოს ყველა პატარას და დიდ ბავშვს ასე ვთქვათ. დღევანდელი დღის მიზანი რა თქმა უნდა არის ის, რომ ბავშვებს დღევანდელი დღე გაულამაზოთ. ბავშვთა დაცვის დღე ბავშვებმა აუცილებლად უნდა იგრძნონ რომ მათი უფლებები დაცულია ამ ქვეყანაში. ისინი ძალიან მნიშვნელოვანი არიან ჩვენთვის. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე უკვე 66 წელია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება, რომლის მიზანიცაა სახელმწიფოს შეახსენოს მისი ვალდებულება. უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასევე ხელმისაწვდომ განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებს. ახალი წიგნები და სათამაშოები საბავშვო ბაგაბაღების აღსაზრდელებს. დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლება პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. როგორც მათ აღნიშნავს, მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება. დღეს ვიმყოფებით ჩვენ როგორც ვენახეთ ჭამრის საბავშვო ბაღში, სოფელი გურჯაანიდან სოფელ კარდენახის ჩათვლით ყველა საბავშვო ბაღის მენეჯერს გადაეცა სათამაშოები საბავშვო ბაღებისათვის და სხვადასხვა ინვენტარი და ამის შესაბამისად ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება. გილოცავთ დღევანდელ დღეს წარმატების ბედნიერების ყოფილიყოს. მეტად გახარებული ვართ ყველა ბაღი რომ ბავშვებს ახალი სათამაშო ექნებათ დღეიდან. არც ისე არ გვაკლია, მაგრამ ახალი ყველა და დროს და ყველასთვის საუკეთესოა. მე გამიხარდა რომ მომიტანე საჩუქრები და ჩემს მეგობრებთან ერთად ვითამაშებ. ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გურჯაანის საკრებულოს წევრმა ლეიბორისტული პარტიიდან ზურა საფიაშვილმა და კავშირმა ჯანმრთელი და უზრუნველი მომავლისკენ გურჯაანის რაიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 9 წლის ბავშვს დღევანდელი დღე მიულოცეს და საჩუქრად ედლი და სათამაშოები გადასცა. არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანმრთელი და უზრუნველი მომავლისკენ ასეთ საქველმოქმედო აქციებს რეგულარულად ატარებს. დღევანდელი ჩვენი ინიციატივა დაკავშირებულია ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი.
ყველა ბავშვი უნდა იყოს გახარებული, ყველა ბავშვის სამყარო უნდა იყოს ჭრელი და ფერადი. დღევანდელ დღეს შეშემ პირს ჩამოუტანეთ ეტლი და ძალიან გახარებულები ვართ იმისში, რომ ერთ ბავშვს მას დიდი ხანია ესაჭიროებოდა ეს ეტლი და გადაადგილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმის რომ გამოვიდეს გარეთ, ადაპტირება განიცადოს. ვიყავით ასევე გურჯაანის ცენტრში, დავარიგეთ ფერადი ბუშტები, მივდივართ კიდე სხვა ოჯახში, მრავალშვილიანების უნდა გადავცეთ საკვები, უნდა გადავცეთ ასევე ტკბილეული და ყველას უღმესი მადლობა, ვინც დამეხმარა და ვინც მიიღო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. პირველ რიგში მე მინდა დღევანდელი დღე მიულოცო ყველა ბავშვს, ასევე ნინოობა მიულოცო ყველა ქართველს. მე ამ ადამიანთან, ამ ქალბატონ ნუნუსთან მაკავშირებს მეგობრობა, ასე ვთქვათ, ჩვენ გვაერთიანებს საერთოეს ორივეს გიყვარს სიკეთის კეთება. და ეხლა გავიგეთ ესეთი სიტუაცია და აი ასეთ ამბებში ვიზაფრები ხოლმე სიმართლე რო გითხრათ რა, ვისურვებდი აი ბავშვებისთვის მიმეტანოს სათამაშოები და ბუშტები. 2 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები ვიტამინებისა და მინერალების კვებით დანამატს უფასოდ მიიღებენ. ამის შესახებ დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. დავით სერგეენკოს განმარტებით რამდენიმე კვირაში 6 თვიდან 23 თვემდე სოციალურად დაუცველი 13,000-მდე ბავშვისთვის 15 კომპონენტიანი ვიტამინებისა და მინერალების კვებითი დანამატების უფასოდ დარიგება დაიწყება. საქველმოქმედო ფონდ ქართულს დაფინანსებით გურჯაანის მუნიციპალიტეტში კულტურულ ძეგლებს რეაბილიტაცია უტარდება. მიმდინარეობს მელანის წმინდა სამების სახელობის ეკლესიის, სოფელ ფხოველის, ბარბარეს ტაძრის, ახაშნის ეგრეთ წოდებული ყვავის საყდრის, კალაუში იონე ნათლისმცემლის და ვაზისუბანში სანაგირეს მონასტრის რეაბილიტაცია. ძეგლთა დაცვის სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით დაგეგმილია ასევე ზეგანში ყველა წმინდის სახელობის ტაძრის რეკონსტრუქციაც. გასულ წელს ფონდ ქართულს ინიციატივით სარეაბილიტაციო სამუშაოები 8 ძეგლს ჩაუტარდა. უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ ძეგლზე დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, ეს გახლავთ სოფელ ზეგანში მდებარე ყველაწმინდის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც მე-6 მე-7 საუკუნეებით თარიღდება. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაფინანსებულია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ქართულს დაფინანსებით მიმდინარე წელს. თელავში სტუდენტური დღეები 2016-ის საკონკურსო ღონისძიება ჩატარდა, სადაც მონაწილეობა 6-მა უმაღლესმა სასწავლებელმა მიიღო. ახალგაზრდებმა თელავის თეატრის დიდ სცენაზე სხვადასხვა შინაარსის პერფორმანსები და ისცენირებები წარმოადგინეს. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ჯგუფიც, რომელიც მსახიობების მაკა გრემელაშვილის, ნონა ხუმარაშვილის და ლალი გულიაშვილის ხელმძღვანელობით გასულ წელს სტუდენტური დღეების ტრიუმფატორი გახდა და მთავარი პრიზიც მოიგო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, იმიტომ რომ ჩვენს დადგმას ჯიშო ჯაფიანო უნდა უყუროს თელაველმა მაყურებელმა და თელაველი მაყურებელი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მინდა გითხრათ, რომ შარშან პირველი ადგილი აიღო თელავის უნივერსიტეტმა და წელსაც დარწმუნებული ვარ, რომ პირველ ადგილს მოხსნით. ღმერთო უფლისნებაა ყველაფერი, მაგრამ მე ბოლომდე მჯერა. ჩვენ უკვე მეორე წელი ვთამაშობთ თეატრში, გავიმარჯვეთ სტუდენტურ ფესტივალზე, რომელზეც ეს არის მეორე ტური. გადმოვედით, ვიღებთ მონაწილეობას და ველით გამარჯვეთ. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. საქართველოს სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა გახსნეს. ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნეს ფორუმი, რომელსაც სლოვაკეთის პრეზიდენტი ბიზნესმენთა დელეგაციასთან ერთად ესწრება ორ ქვეყანას შორის ახალი ბიზნეს და ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და საბაჭრო ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით ტარდება. სლოვაკი ბიზნესმენებისთვის ფორუმზე აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც რეგიონში ყველაზე დრამატულად ავითარებს თავის ეკონომიკას და რაც თავარია, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელშიც არიან ადამიანები, ხალხი, რომელიც ძალიან გულგახსნილები, მეგობრულები და რომელსაც უყვართ სტუმარი, უყვართ. მე მიხარია, რომ ჩვენ ტრადიციად ვაქციეთ ერთმანეთთან ურთიერთობის ფონზე გქონდეს ბიზნეს შემადგენელი ჩვენს პოლიტიკურ ურთიერთობებს და მეგობრულ ურთიერთობებს, როცა მე ვიყავი სლოვაკეთში, მე ვიყავი ქართულ ბიზნესმენებთან ერთად, ახლაც თქვენ ჩამობძანით სლოვაკ ბიზნესმენებთან ერთად, მე ვფიქრობ, ეს იქნება მშვენიერი დასაწყისი ახალი ძალიან საინტერესო პროექტების, რომლებიც ქართულ ბიზნესს სლოვაკეთში და სლოვაკურ ბიზნესს საქართველოში მისცემს საინტერესო განვითარებას.
საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ღვინის ქალაქი გაიხსნა, რომლის პირველი სტუმარი მომავალ წელს საქართველო იქნება. მუზეუმი, რომელსაც ღვინის ქალაქის უდიდესი ნაწილი ეთმობა 2017 წლის პირველ საგაზაფხულო გამოფენაზე მოწვეული ვენახი საქართველოს უმასპინძლებს. გამოფენა სახელწოდებით საქართველო მეღვინეობის აკვანი 2017 წლის ივლის-აგვისტოში იგეგმება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით ძალიან დიდი მიღწევაა, რომ ღვინის ბიზნესის მსოფლიო ცენტრში ქალაქ ბორდოში ღვინის ცივილიზაციის მუზეუმში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი ექნება. 2017 წელს იქნება ქართული ღვინის გამოფენის მთელი სეზონი, სადაც ჩვენ შევძლებთ, რომ საქართველოს როგორც ღვინის ცივილიზაციის აკვანი წარმოვაჩინოთ და დღეს პრეზიდენტმა ოლანდმაც და ბორდოს მერმაც ალან ჟუპემაც განაცხადეს და დაადასტურეს კიდევ ერთხელ საჯაროდ, რომ საქართველო არის ღვინის ცივილიზაციის აკვანი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი აქ იყვნენ ჩართული რა თქმა უნდა ჩვენი სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საელჩო, ჩვენი მეგობრები საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ჩვენი ელჩი ესპანეთში ასევე და რა თქმა უნდა პირველ რიგში ელჩი საფრანგეთში. და ძალიან დიდი მიღწევაა, ვფიქრობ და მინდა მიულოცო ამ სფეროში ჩართულ საქართველოს ყველა ბიზნესმენს, ყველა ადამიანს, ვინც ამ საქმეს ემსახურება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე შპს რეესტრ კადასტრის დირექტორები დააკავა. გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულებმა თანამზრახველთა დახმარებით დაამზადეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტები და თაღლითურად დაეუფლნენ ქალაქ თბილისში აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთს, რომლის ღირებულება ექსპერტის დასკვნის თანახმად შეადგენს $1,000,000. ბრალდებულებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებულია შპს რეესტრ კადასტრის დირექტორები ინგა ჩიქოვანი და დალი კობერიძე. გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულება მოინდომეს თაღლითური გზით დაუფლებოდნენ სახელმწიფოს კუთვნილ აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ძვირადღირებულ მიწის ნაკვეთს. აღნიშნული განზრახვისათვის მათ დაამზადეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტები და მოიპოვეს მიწის განკარგვის უფლება, რომლის ღირებულება შეადგენს $1,000,000. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362 მუხლის მეორე და 180 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით. ბრალდებულებს ემუქრებათ პატიმრობა 6-დან 9 წლამდე. შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ამიერიდან ყოველი წლის 1 ივნისს 112-ის გმირის წოდებით დაჯილდოვდება ყველა ბავშვი, რომელმაც კარგად იცის თუ როგორ უნდა მოიქცეს გადაუდებელ შემთხვევაში, რომ ახლობელ ადამიანებს დახმარება დროულად გაუწიოს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილმა 4 მოზარდი დააჯილდობა. მან ბავშვებს 112-ის ცენტრში უმასპინძლა და სპეციალურად მათთვის დამზადებული მედლები და სიგელები გადასცა. მოხარული ვარ, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ იმ გმირებს, ბავშვებს, რომლებმაც დროულად დარეკეს 112-ში და გადაარჩინეს სხვისი სიცოცხლე. მოხარული ვარ შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, რომელიც გულისხმობს, რომ ყოველი წლის 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ჩვენ გამოვავლენთ ახალ გმირებს, 112-ის ახალ გმირებს, რომლებმაც რეალურად იხსნეს მოქალაქეების სიცოცხლე. ჩემი ისტორია იყო 13 წლის გიორგი, რომელმაც დარეკა, მისი მეგობარი იყო დაშალებული, ფეხბურთის თამაშის შედეგად ჰქონდა ტრავმა მიღებული და იძახებდა სასწრაფოს. მომეწოდა სრული ინფორმაცია მის შესახებ, სად იმყოფებოდა, როგორ მიიღო მისმა მეგობარმა ტრავმა და ყველა იმ საჭირო კითხვაზე მიპასუხა, რომელიც აუცილებელია დროული და სწორი რეაგირებისთვის. 30 აპრილი იყო, როდესაც ბებიაჩემი ცუდად გახდა. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. მეც დავრეკე 112-ში და ვთხოვე, რომ გამოეგზავნათ ჩემთვის სასწრაფო დახმარება. ვიცოდი, რომ ისინი მე დამეხმარებოდნენ. დედიკომ მასწავლა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში არის ესეთი დაწესებულება 112, რომელიც იგი ყოველთვის ჩვენს გვერდითაა და ის გვეხმარება ჩვენ. გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობისას რეკომენდაციებს აძლევს. კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ევრო 2016-ის ჩემპიონატის პერიოდში საფრანგეთში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს. კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც ტერორისტების პოტენციური სამიზნე შეიძლება გახდეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, პოლონეთის ქალაქი კრაკოვია, სადაც ივლისის ბოლოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეები გაიმართება და 2,5 მილიონი ადამიანის სტუმრობა იგეგმება. პოლონეთში 4 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაძლიერებული სასაზღვრო კონტროლი დაწესდება.
სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის განცხადებით, ევროკავშირი არ უნდა ენდობოდეს ერდოღანს ბრმად და მიგრანტების კრიზისის გადაჭრისთვის დამოუკიდებელი გზები უნდა გამოწებნოს. როგორც ევროლაინჯი წერს, სარგსიანს მიაჩნია, რომ მიგრანტებთან დაკავშირებული შეთანხმების გრძელვადიან პერსპექტივაში შესრულება ისეთ პარტნიორთან, როგორიცაა თურქეთი, ძალიან ძნელი იქნება. ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო ერაყის ქალაქ ფალუჯაში მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო აცხადებს. ორგანიზაციის ცნობით მან მიიღო სანდო ინფორმაცია, რომ ისლამისტებმა უამრავი სამოქალაქო პირი, მათ შორის ქალები და ბავშვები, ტყვედ აიყვანეს და საკუთარი პოზიციების დასაცავად ქალაქის ცენტრში გადაიყვანეს. ამჟამად ქალაქ ფალუჯაში 50,000-მდე სამოქალაქო პირი იმყოფება. გაეროში აცხადებენ, რომ ამ ადამიანების მდგომარეობა ძალზე მძიმეა, რადგან აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო მათ ევაკუირება ან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ვერ ხდება. ახლა კი საინტერესო ამბები, რომლებიც პალიტრატივიმ და პალიტრა ნიუსმა გაავრცელა. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოიგონეს უპრეცედენტო მინიატურული რობოტი, რომელსაც შესწევს უნარი ადამიანის ორგანიზმში შეაღწიოს და სხვადასხვა ოპერაცია შეასრულოს. ეს ორიგამის მინი რობოტი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი აბია, რომლის გადაყოლაპის შემდეგ ის იშლება, გზას იკვლევს დანიშნულების ადგილისკენ და ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. კერძოდ, მას შეუძლია გადაყლაპული საათის ელემენტის ან სხვა მცირე ზომის საგნის მოშორება და დაზიანებულ ადგილზე ნაკერის დადება. ეს მინიატურული რობოტი, რომელსაც თავისზე ორჯერ დიდი სხეულის აწევა შეუძლია, მოგაგონებთ მუხლუხოს ან აკორდეონს და დამზადებულია ხორის გამხმარი ნაწლავისაგან, რომელიც ძეხვის გასაკეთებლად გამოიყენება. იდეის ავტორების თქმით, ამ მინიატურულ რობოტს გააჩნია პოტენციალი კონკურენცია გაუწიოს ოპერაციის ჩატარების ტრადიციულ მეთოდებს. სპეციალისტები გვირჩევენ აუცილებლად ვიქონიოთ სახლში ქლოროფიტუმი, რადგან ის ოთახში საგრძნობლად წმენს ჰაერს ბაქტერიებისაგან. მას შეუძლია გაწმინდოს ჰაერი ფორმალდეჰიდისა და გაზის ნამწვავისაგან ანეიტრალებს საცხოვრებელ ფარჩში შხამიან ნივთიერებებს, რომლებსაც სხვადასხვა საყოფაცხოვრებო, ქიმია და ელექტროხელსაწყოები გამოჰყოფს. თუ ქლოროფიტუმს დადგამთ სამზარეულოში, ის გაწმენს ჰაერს და შეისრუტავს სუნს, რაც მთავარია ეს მცენარე ადვილი მოსავლელია. ახლა კი დღის სხვა ამბები. პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის ყოფილ მის თურქეთს 14 თვიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა. განაჩენის მიხედვით, თუ მოდელი უახლოესი 5 წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ შეურაცხყოფს პრეზიდენტს ან რომელიმე საჯარო პირს, პირობითი სასჯელი რეალურით შეეცვლება. მოდელი გასულ წელს სოციალურ ქსელში სატირული ლექსის გამოქვეყნებისთვის დააკავეს. საქართველოს რაგბის ახალგაზრდული ნაკრები მანჩესტერში ჩავიდა, სადაც 7 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირის პირველ მატჩში მოქმედ ჩემპიონს ახალი ზელანდიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ურთულეს ჯგუფში მოხვდა, სადაც ახალზელანდიელთა გარდა მეტოქეები უელსისა და ირლანდიის ნაკრებები იქნებიან. თბილისის დინამოს მიერ ორგანიზებული ვიტალი დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. ფინალში ერთმანეთს თბილისის დინამო და ალკმაარი დაუპირისპირდნენ. თამაში დინამოს უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო მატჩი ალკმааრის სასარგებლოდ 2-0 დასრულდა. ახლა კი ვნახოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალ. ასეთი იყო დღეს განვითარებული მოვლენები ნახვამდის.